კინომოყვარულებს ფიურის გაგონებაზე ფილმი ახსენდებათ, სადაც ბრედ პიტი, ასროლები და ტანკები და მოკლედ თელი ექშენია. კრების მოყვარულებს დიდი ტაისონ ფიური, ხოლო ბაიკერებს უბრალოდ ჰონდა ფიური. წელს, როცა სამყარო ეკონომიური კრიზისში იძირებოდა, ჰონდას შტაბ-ბინაში რაღაც უცნაური ხდებოდა. იაპონელებმა ამერიკელ დიზაინერებს მისცეს კარტ-ბლანში შეექმნათ რაღაც ისეთი, რაც ჰონდას არ გავს. ასე გაჩნდა პროექტი კოდური სახელით VT1300 CX. მანამდე ჩოპერი ნიშნავდა ზეთში დასრულ ხელებს, გაუთავებელ რემონტს და ასობით $1000 ექსკლუზიურ სახელოსნოებში დახარჯვას. ჰონდამ კი თქვა, ჩვენ მოგცემთ იმავე ვიზუალს, ოღონდ ისეც, რომელიც ყოველ დილით დაიქოქება და ზეთს არ დაგიქცევთ გარაჟში. ამით მათ ფაქტობრივად ომი გამოუცხადეს მთლიანად ქასტომ კულტურას. ნამდვილი ჩოპერი უნდა იყოს ჰაერით გაგრილებადი, რომ ვიზუალი სუფთად დარჩეს. ფიური კი წყალზეა. ჰონდას ინჟინრებმა იმდენი იწვალეს, რომ რადიატორი ჩარჩოს 2 მილს შორის ჩამალეს, ხოლო წყლის მილები ისე შეფუთეს, რომ ერთი შეხედვით საერთოდ ვერ ეპოვათ. ეს არის ინჟინრული ფოკუსი, რომელზეც დიზაინერებმა 2 წელი იმუშავეს. ფიურის აქვს 180 სანტიმეტრიანი ბაზა. ეს არის ყველაზე გრძელი მოტოციკლი, რაც კი ჰონდას ოდესმე სერიულად გამოუშვია. ჩანგლის დახრის კუთხე იმდენად დიდია, რომ თეორიულად ამ ბაიკს მოხვევა უნდა უჭირდეს, მაგრამ აქ ჩაერთო იაპონური გენი. მათ გეომეტრიულად ისე გამოთვალეს, რომ ეს მატარებელი ქალაქში ვიწრო ქუჩებშიც კი საოცრად მანევრირებადია. რატომ ფიური? სახელიც კი არატიპიურია. ჰონდა ჩვეულებრივ იყენებს აბრევიატურებს, მაგალითად როგორიც არის CBR, VFR, ასევე VTX, მაგრამ აქ მათ ჭირდებოდათ ემოცია. ფიური ნიშნავს რისხვას. ეს იყო პასუხი ყველასთვის, ვინც ამბობდა, რომ იაპონური კრუიზერები უსულო და მოსაწყენია. მოკლედ, ისტორია რომ შევაჯამოთ, ეს არ არის უბრალოდ მოტოციკლი. ეს არის ჰონდას მტკიცებულება, რომ მათ შეუძლიათ იყვნენ ყველაზე წესიერებიც და ასევე ყველაზე თავხედებიც, თუ კი ამას მოისურვებენ. აქაც მომაგენი შეჩემა. ნიკ ფიურის გავხარ, რას გავხარ შეჩემა რა. რა არის? რა არის? გავხსნა? რამე ისეთია არა მოხდეს, თორე დაგენძრა მოიცოდა. თუ მოხარ თუ დღეიდან ნიკ ფიური ხო არ დაგიძახო? თვალის პონჩი. ეს რა არის? რა შეფეხებათ მინდა ეს ბიჭო? თორი? ჩუმო, შეძუკნა. აი მაგ რა არის? უგორი პეტერე ჭუჭუსავითა გაქვთ. შენ ესეთ პეტერე ჭუჭუ გაქვს? აი მას ხა ტრაქში გაგიკეთე. დავაი, მოზგანი აქედან. წადი აქედან. გოდი ხიდან. Honda Fury არის მოტოციკლეტი, რომელიც გარედან გამოიყურება როგორც ბანდიტი, მაგრამ მუშაობს ბანკის თანამშრომელივით. მისი გარე ვიზუალი არის ურჩხული, მაგრამ შიგნით არის იაპონელი ინჟინერი თეთრი ხელთათმანები. მოგესალმებით, მეგობრებო, მე სერგი ვარ და ეს არის ჩემი მოტოვლოგი. ეხლა კიდე გადავიდეთ ჩვენი ბაიკის ვიზუალის განხილვაზე. საკმაოდ განსხვავებული ვიზუალი აქვს ჩვენ მოტოციკლეთს ერთი შეხედვით. თითქოს გეგონება, რომ იოგაზე დაიწყო სიარული მისი გაწელილი ჩანგლებიდან გამომდინარე. ისეთი დაბალი სილუეტი აქვს, რომ გონია, რომ ყოველ მოსახვევში თითქოს ასფალტს უნდა შეეხოს რა. და მისი დამალული რადიატორი, რომ ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰონდასთან გვაქვს საქმე. 21-იანი ჩოპერული დისკი, მისი ქრომირებული დეტალები ძალიან ლამაზად გამოიყურება. სავარძელი ძალიან კომფორტულია, როგორც შორგზაზე, ასევე ახლო გადაადგილებისთვის. სისიბარი, ამ შემთხვევაში უკვე დანიშნულებისამებრ კარგად გამოიყენებს უკანამგზავრი და კომფორტულად გადაადგილდება. ასევე უნდა შევეხოთ ჩვენი ლამაზმანის გამშვებს. სუყენია კობრას გამშვები. ამაზე კიდე ცალკე ვისაუბროთ შემდეგ თუ როგორ ემოციებს იწვევს ეს ხმა რაიდერში. ასევე მისი მინიმალისტური დიზაინი, აი როგორი ვიდი აქვს, იცით რომ აი თითქოს განსხვავებულია ყველასგან, მაგრამ თან თითქოს ძალიან სადაა რა და რაღაც ისეთი განსაკუთრებული არაფერი
არ ხდება რა მის ვიზუალში. ასევე ჩვენს მოდელში ხდება ულამაზესი მგვალი ფორმის ქრომის ფარი, როგორც ეხა უყურებ ეს უკვე პატრონის მიერ არის შეძენილი და aftermarket დეტალი უყენია, ანუ არ არის ქარხნული ლინზა და ასევე დაბალი საჭი. აქ აზრები ორად იყოფა. როგორც ყოველთვის ბაიკერებში ზოგს მოსწონს მაღალი საჭი და ამტკიცებს იმას, რომ გადაადგილებისთვის ბევრად უფრო მარტივია და უფრო მანევრირებადია მოტოციკლი. ზოგს კიდე დაბალი საჭე ისე უყვარს, რომ მაღალი საჭის გაგონებაც არ უნდა და ყოველთვის იმაზე გეკითხება, რომ აი აკლა როზი ხარ ძმაო, ხელები არ ტკივა, არ გეღლება, ხო ხდებით, მაგრამ ეს მოტოციკლეტი საერთო ჯამში ისეთ ვიზუალშია, მე პირადად მომწონს მაღალი საჭი რა და მე რა მოტოებიც ვყავდა, უმეტესობაზე სულ ყველაზე მაღალი საჭე მეყენა, მაგრამ ეს მოტოც ეხა ჩემი რო იყოს პირადი, არც მე არ დავაყენებდი მაღალ საჭეს, იმიტომ რომ საერთოდ თემიდან ამოვარნელი იქნება და ანუ სტილში აღარ ჩაჯდება რა. პიოდე სიტყვით შევეხოთ მის ტექნიკურ მახასიათებლებს. კოლოფი გვაქვს 5 სიჩქარიანი, საკმაოდ 7 და ესეთი კომფორტული გადასაადგილებელი მოტოციკლია. აუზი გვაქვს 12 ლიტრანახევრიანი საშუალოდ. ასევე საწოვის შეფრქვევა მიმდინარეობს ინჟექტორზე. გათვლილია ქალაქისთვის უფრო მეტად ვიდრე შორი რაიდებისთვის რა. წვა საშუალოდ 100 კილომეტრი აქვს 5 ლიტრანახევარი. ჩოპერისთვის საკმაოდ ეკონომიური მოტოციკლია რა. გადაცემა გვაქვს ამ შემთხვევაში კარდანზე, საკმაოდ ჯანიანი უკანალი გვაქვს და ასევე როგორც წინა მოდელში აღვნიშნე, რაც განვიხილეთ კარდნული გადაცემის მოტოციკლი, ამ შემთხვევაშიც ძალიან კომფორტულია მოსავლელად რა. ზეთი შეუცვალოთ თავის დროზე და მეტი არ შეიძლება. არა. აი ეს თუ დებილი არ იყოს, აი მომაჭერით მარცხენა. ჩუმო! შებოზო. ეხლა აუცილებლად უნდა შევეხოთ მეგობრებო ჩვენი ბაიკის დადებით მხარეებს. მისი ვიზუალი ყოველთვის ყველგან მოხვდება თვალში როგორც ქორწილში ლამაზი პატარძალი. ასევე ყოველდღიური გამოყენებისთვის ძალიან მარტივია და უძლებს ყველაფერს, ანუ დატვირთულ რეჟიმსაც უძლებს და არა მარტო შაბათ-კვირას რო გაისეირნო რა, ესე რო ვთქვა. Honda სანდოობა ყოველთვის მზად არის ნებისმიერ სიტუაციაში დასაკოქად, არასდროს არ გიღალატებს. ასევე ეს მოდელი, როდესაც ყავს, არასდროს Z-ში არ იქნები მოთხრილი, იმიტომ რომ ძალიან უფუჭებელი მოტოციკლია რა. მისი მოვლა ისეთი მარტივია და ისეთი უბრალოა, რომ აი მხოლოდ Z და კალოტკას თუ შეუცვლი და დანარჩენ შემთხვევაში საერთოდ დაგავიწყდება სახელოსნოს გზა. მიუხედავად იმისა, რომ მე ამ მოტოციკლეთში ძალიან ცოტა უარყოფით ვხედავ, ორიოდე სიტყვით მაგასაც შევეხოთ. ერთ-ერთი ყოველთვის არ დაიღალე შეკარგ მოტოციკლი. აუზი გამყავს ყოველთვის უარყოფითში, თუ კი პატარა, იმიტომ რომ ჩემთვის კრუიზერი, ჩოპერი იქნება ეს თუ power კრუიზერი თუ აი რაც იქნება, ზოგადად ჩოპერული სტილი, ყოველთვის ასოცირდება კრუიზთან და შორს გაკატავებასთან. ამიტომ, როდესაც აუზი პატარა, ყოველთვის გამყავს უარყოფითში, იმიტომ რომ ხშირად გიწევს ბენზინ-გასამართ სადგურებზე შესვლა. და ასევე მისი მოხვევის კუთხე, აი, რო წარმოვიდგინოთ, ეზოში მოტრიალება მოგინდა თუნდაც, აი, გეგონება რაღაც გემსა პარკინგებ, რა იმ დონეზე გაგიჭირდება რა. ნუ პრინციპში, მეგობრებო, მე ვერაფერს გავიყვან ამ მოტოციკლში უარყოფით მხარეებში. ამ ორ პუნქტზე შევჯერდეთ ესე რომ ვთქვათ რა. ჩვენი ბაიკი მეორად ბაზარზე საშუალოდ $6,000-დან $10,000-მდე ღირს. ბევრი რამ განაპირობებს მის ფასიცვლებას, თუნდაც მდგომარეობა, ასევე წელი, ასევე ვერსია, იმიტომ რომ Fury გვხვდება როგორც ABS-იანი, ასევე UABS-ო ვერსია და ანუ შესაბამისად ფასი მერყეობს მისი მოდიფიკაციიდან, წლიდან და ასე რომ ვთქვათ, მდგომარეობიდან გამომდინარე. აუცილებლად უნდა შევეხოთ ორიოდე სიტყვით ჩვენი ბაიკის ხმასაც, იმიტომ რომ ახსენეთ ვიდეოში რომ გვიყენია კობრას გამშვები, ეზოში თუ დაკოქავ აუცილებლად მეზობლის პანჯარას გააღებ უეჭვენ. თქვენც მოგასმენიებთ ეხლა და შეფასება თქვენზე მომიდია კომენტარებში დაგვიწერეთ, მოგეწონათ თუ არა ეს ხმა. აი, ძალიან კაია რა, აი მაგრავ კაი ხო მე პირადად. მოტოციკლი და ჩოპერი თუ გიყვარს, აი ეს ხმა უნდა გიგე.
მოკლედ მეგობრებო, შევაჯამოთ ჩვენი ბაიკი. Honda Fury არის მოტოციკლი მათთვის, ვისაც ბოროტი ვიზუალი უნდა და არ უნდა რომ ხელოსნის ნომრები ტელეფონში ეწეროს და ეძებოს რა ესე რომ. მოკლედ მეგობრებო, აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი. ისე ფიზიკურად ვერ შევძლებთ პროექტის გაგრძელებას. აი ძალიან ელემენტარულია აქ პატარა ღილაკი. დააჭირეთ, ზარის ღილაკი გაიაქტიურეთ, კომენტარები დაგვიწერეთ, დაგვილაიქეთ. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია რა. ეს სულ გამოყლება ხალხო. ой, Tyson Fury! დაგაჯერდა. მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე. გზაზე შევხვდებით.